Marjoba, კომპანია Georgian Water and Power თბილისში სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. განცხადება ცოტა ხნის წინ კომპანიის სათაო ოფისში გაკეთდა. ასე ეხმაურება Water and Power-ი მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას. ირინა კეჭაყბაძე ესწრებოდა დღეს ბრიფინგს, იგი პირდაპირ ეთერში გვერდება. ირინა, რატომ გადაწყდა დღეს კომპანიაში ამ განცხადების გაკეთება, დასახელდა თუ არა კონკრეტული მიზეზები? Დიახირაკლი, დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, არის დაბინძურებული და სასმელად არ გამოდგება. სწორედ აი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანია Georgian Water and Power-ში ჩატარდა საგანგებო ბრიფინგი. კომპანიის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამ ინფორმაციას საბოტაჟის მცდელობად აფასებს. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ნებისმიერ უბანში თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ერთნაირად ხარისხიანია. ეს ინფორმაცია დაბინძურებასთან დაკავშირებით შეგნებულად არის ჩვენ ვფიქრობთ გავრცელებული და ეს არის დეზინფორმაცია ორგანიზებული, რომელსაც საბოტაჟის ნიშნები აქვს. Georgian Water and Power-ის ლაბორატორიები განლაგებული არიან ყველა სათავე ნაგებობებზე, სადაც უწყვეტი რეჟიმით მოწმდება წყალი. დღესაც, როგორც ყოველთვის, შემოწმებულია წყლის ხარისხი, ჩატარებულია ლაბორატორიული კვლევა და მათი მონაცემები აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო რეგლამენტის ნორმებს. წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა Quality Labs-ის გენერალურმა დირექტორმა. მისი განცხადებით, ორშაბათის მონაცემებით წყლის ხარისხი შეესაბამებოდა სტანდარტებს, ხოლო რაც შეეხება დღეის მდგომარეობით ანალიზების შედეგებს ისინი დღის ბოლოსთვის გამოაქვეყნებენ. ვალდებული ვართ, ასე ვთქვათ, შევამოწმოთ და გადავამოწმოთ ადგილობრივი, ანუ GVP-ის შიდა ლაბორატორიის შედეგები. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა ყოფილა, სადაც წყლის დაბინძურების რაიმე ფაქტი მაინც იყო აღმოჩენილი. კვლევა იყო გაკეთებული ორშაბათს, ეხლაც მიმდინარეობს ლაბორატორიაში კვლევა წყლის, რის შედეგებსაც აუცილებლად მოგახსენებთ დღის ბოლოს ან ხვალ. ორშაბათის კვლევის დროს რა გამოიგო? აბსოლუტურად არაფერი არ იყო გამოკვეთილი, წყალი აკმაყოფილებს სტანდარტებს. Georgian Water and Power-ში ამ წუთებში ამზადებენ სარჩელს, ისინი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და გამოავლინեն ის პირები, რომლებმაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია და მათ წინააღმდეგ გამკაცრდეს სანქციები.